სოხუმის რეჟიმი ქართული ოცნებისგან რეაგირებას ითხოვს. ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი ოცნებას აფხაზეთის დაბრუნების გეგმებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან სააკაშვილის განცხადება განსხვავდება ოცნების ხელისუფლების მშვიდობიანი რიტორიკისგან. სააკაშვილის მსგავსი განცხადებები სრულად აბათილებს იმ მშვიდობიან რიტორიკას, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელებისგან ისმის. თუ მსგავს განცხადებებს მკაცრი სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა, ეს ნიშნავს, რომ ასეთ შეხედულებებს იზიარებს ან საკუთარ გეგმებში უშვებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ტასთან გაკეთებული ამ განცხადებით სააკაშვილის Facebook პოსტს გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ აპირებს სხვა პატრიოტებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს კონტროლქვეშ დააბრუნოს. ჩვენ აღვადგენთ კონტროლს ყველა საჭირო საშუალების გამოყენებით. ჩემი პრეზიდენტობის დროს მუდმივად ვსაუბრობდი აფხაზეთზე. ჭორვილის რეჟიმმა ამ თემას ტაბუ დაადო, წერდა სააკაშვილი.